მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში უსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს, მის მეგობრებს და ზოგადად თქვენ საქართველოს, იმიტომ რომ რეალურად გუშინ ღამით საქართველოს კიდევ ერთი მომავალი მოკლეს. ონისეს ასე ვთქვათ შემთხვევა და გუშინდელი მომხდარი 3 ადამიანის დაჭრის შემთხვევა, 4 ადამიანის დაჭრის შემთხვევა არ არის განყენებული ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ძალადობა ასე ვთქვათ არ არის ჰაერწოთოვანი დაავადება, რომ დილით გაიღვიძო და მიხვდე რომ დაავადებული ხარ ამ აგრესიულობით და მომინდეს რომელიმე ადამიანის დაჭრა, მომინდეს რომელიმე ადამიანის ცემა გამოგონული მიზეზებით. ამას აქვს თავისი შედეგები და თავისი მიზეზები. პირველი მიზეზი ეს არის ის, რომ დაუსჯელობის სინდრომია ამ ქვეყანაში და ეს არის პროკურატურის და სასამართლოს ძალოვანი სტრუქტურების კისერზე. ის რომ რასაც მოქალაქე ხედავს ეკრანზე, იგივეს იმიტირებას ცდილობს. იგივე მოხდა მაგალითად პარლამენტში, როცა 20 დეპუტატმა ერთი დეპუტატის ცემა, ხო, მათ რომ იარაღი ქონოდათ ადგილზე შეიძლება გამოეყენებინათ კიდევაც. ის რომ მთლიანად სტრუქტურები და ძალოვანი სტრუქტურები თავის ენერგიას და რესურსს ხარჯავენ მთელ ადმინისტრაციულ რესურსს იმაში, რომ ადამიანებს კოლონები დაყვებოდეს სახლამდე აქტივისტებს, დევნიდნენ, სახიზულებს ულეწავდნენ ვიღაც ნიღბიანები, ის რომ მარშებზე, სადაც ადამიანები ითხოვენ ახალ არჩევნებს, მშვიდობიანად 600 დღეზე მეტია, ამ ადამიანებს დაყვება პოლიციის კოლონა და ეს იხარჯება რესურსები, საერთოდ ფუჭად გაფლანგული რესურსებია. ის რომ სასამართლოში მხოლოდ ერთი მოსამართლე ხო არ წყვეტს გარკვეულ საკითხებს, ამას თავისი აპარატი ყავს უკან, იმ აპარატს თავისი სხვადასხვა თანამშრომლები. ეს ადმინისტრაციული რესურსიც იხარჯება მშვიდობიანი მოქალაქეების საერთოდ ასე ვთქვათ დევნაზე. ეს ყველაფერი ერთობლივად წარმოშობს ძალადობას. ძალადობრივი კრიმინალების დაჯგუფება, როგორ შეიძლება კრიმინალმა ებრძოლოს კრიმინალს, ხო? შარშანდელი სტატისტიკა რო გავიხსენოთ, 1560 ბავშვი არის ძალადობის ხორბლი. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკაა ეს. როგორ შეიძლება იმ ადამიანმა, რომელიც ორგანიზაციული დანაშაულის სამმართველოს უფროსია, ახლა ბრალდებული სკამზია და თავის ცოლზე ძალადობის ბრალდებით. ეს ადამიანმა და ამ ადამიანმა როგორ შეიძლება გადაჭრას პრობლემები კრიმინალური. ამიტომ ესენი ქმნიან კრიმინალს და საზოგადოებას ახალისებენ ამ კრიმინალისკენ. საზოგადოებას ანაწევრებენ, პოლარიზაციას ზრდიან და 4 დღის განმავლობაში დაიწყო ონისეზე 24 საათიანი პროპაგანდა, როგორც პოზიტივი, ასევე ასე ვთქვათ იმედმა. ამას რა შედეგი ქონდა? შედეგი ქონდა ის, რაც მოხდა გუშინ, მასზე თავდასხმა. თან ეს ამოჭრილი, დამონტაჟებული კადრები. თუ ამ წერილებზე ესე გული შეგვტკივა, რატომ არ გააკეთეს იგივე, როცა შარშან მაგალითად შალვა რამიშვილმა ბესიკ ხარანაულს მიუძღვნა ვრცელი გინება და ვრცელი პოსტი. აი ამაზე რატო არ გამოვიდნენ ეს ადამიანები, რატო არ შეწუხდნენ მაშინ? ეს არის ფასადური და წახალისებული პროპაგანდის მიერ მთლიანი ძალადობა, რომელიც საერთო კრიმინალურ სტატისტიკაში მე უკვე ხედავთ რა მდგომარეობაში. კი ბატონო, აი ონისეს ინციდენტზე საუბრობდით და აი დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია როგორი არის? მე ჯერ მაყურებელს მოვასმენეთ ზარქუას კომენტარი. იმდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც წევრებზე, შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია. ცუდია რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოებაო, ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება. ფიქრობთ, რომ შეფასებებშიც იგრძნობა აი ამ ყველაფრის წახალისება, რაც გუშინ მოხდა? რა თქმა უნდა, ნორმალურ სახელმწიფოში პირველი ორი ნაბიჯი ნორმალური ხელისუფლების და ესენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლები არიან არალეგიტიმური, პირველი ნაბიჯი იქნებოდა პირველი სიტყვები. ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და საზოგადოებას უნდა მოუწოდებდნენ მსგავსი ფაქტებისგან თავშეკავებისკენ. მეორე მხრივ, მათ უნდა კონდეთ სხვადასხვა პროგრამები, სხვადასხვა შესაძლებლობები იმის, რომ თუნდაც ახალგაზრდულ ჯგუფებში ხედავთ, რომ არასრულწლოვნები როგორ არიან ჩართული კრიმინალში, ხედავთ, რომ თურმე რამდენჯერმე ნასამართლევი ადამიანები მშობლებზე ძალადობენ და ისევ შეუძლიათ იარაღიდან 3-4 ადამიანი ჩაცხრილონ შუა ქუჩაში. ეს შეფასება არ შეიძლება რომ გაკეთდეს და პასუხისმგებლობა აიღონ. პოლიტიკა არის საქმე, სიტყვა და პასუხისმგებლობა. სიტყვაში ვხედავთ როგორი სიძულვილის ენით საუბრობენ. საქმეში ვხედავთ ვერანაირი საქმე ვერ გააკეთეს. ქვეყანა იზოლაციაში დატოვეს, კრიმინალი იზრდება, ვითომ ეკონომიკა გაზარდეს და 380,000 ბავშვი სოციალურად დაუცველია. აი ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ. კალაძე პასუხისმგებლობას არიღებს შადრევანში დაღუპული ბავშვის გამო. შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლობას არიღებს ამხელა კრიმინალური და კრიმინალური სტატისტიკის გაზრდის გამო. საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხისმგებლობას არიღებს ქვეყანა იზოლაციაში რომ მოხდა და ზოგადად მთავრობა ეგრეთ წოდებული პასუხისმგებლობას არიღებს, იმიტომ რომ მათ მთავრობაში ყოფნა არც უნდა და მათ არავინ არ ეკითხება უნდათ თუ არა, მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს. სწორედ ეს არის ისინი არც საქმეს, არც სიტყვას, არც პასუხისმგებლობას
არ უდგებიან ისე, როგორც ნორმალური დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა მიუდგეს ხელისუფალი. კი ბატონო, ნიკა, როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში რაღაცნაირად ხელისუფლებას ფასი გადაახდევინო აი ამ ყველაფრისთვის? ერთია სოლიდარობა დაზარალებულის მიმართ, რაღაცა უკმაყოფილების გამოხატვა ხელისუფლების მიმართ, იმ პოლიტიკის, რაც ქმნის შემდეგ სწორედ ესეთ პრეცედენტებს, მაგრამ აი, როდესაც საუბრობთ ფასის გადახდაზე, აი, რა შეიძლება მაშინ ასეთ დროს მოიმოქმედოს საზოგადოებამ, რომ აი, არ ვიცი, აი, იუნისეფს რო თავს დაესხმევიან, მეორე დღეს ზარქვა ვერ ბედავდეს, ამბობდეს, რომ იცი რა, ეხლა მაგას არავინ გაუტარებდა, აბა, ეხლა და ირიბად გაამართლოს ეს საუბარი. აწყოს მე ესე აღვიქვი მისი კომენტარი. მესმის რომ ყველას გვაქვს სურვილი იმის რომ მოკლე პერიოდში ვაგებინოთ პასუხი ამ ადამიანებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეთ რომ ამ მოკლე პერიოდში სტრატეგიის ცვლილებამ თუნდაც შეიძლება გამოიწვიოს ის რომ 600 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ამ 600 დღემ გადაწყვეტა ის სწორედ რომ ეს ადამიანები არიან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები და არ არიან ის ასე ვთქვათ აკაცუკები და ქვეყნის დამაქცევარი ხალხი როგორც ქართული ოცნება წარმოადგენს ხოლმე. ამან მოიტანა ასევე საერთაშორისო სანქციები და ის რომ შიდა და გარე ლეგიტიმაცია ქართულ ოცნებას არ აქვს. აი ამ პერიოდში აუცილებელია არ ვამბობ რომ არ უნდა გაძლიერდეს ეს პროტესტი. პირიქით, თქვენ ახსენეთ რომ სად არის ახალი სივრცეები, რომელშიც შეიძლება რომ ახალი პროტესტი და ეს ხალხი შემოვიდეს, ხო? ეს ახალი სივრცეები შეიქმნება იქ, სადაც ოპოზიციური პარტიები, სადაც სხვადასხვა ჯგუფები, როგორიც არის მაგალითად დაიცავ ილიანონი, ხო, დადის რეგიონებში ხვდება ხალხს, სხვადასხვა აქტივისტები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში არიან, ესაუბრებიან ამ ადამიანებს, თავისუფლების მოედანი მაგალითად, რაც შემიძლია ვთქვა, დადის რეგიონებში ხვდება ამ ხალხს და მათ შორის დაგროვილ საპროტესტო ენერგიებს ერთ შეკრებაში ვაქცევთ, ველაპარაკებით ამ ადამიანებს, მათ წუხილს ვიღებთ და ვესაუბრებით იმაზე, რაზეც მაგალითად ხშირად არის, რომ მედია ვერ წვდება, დაფარვის ზონაში ვერ წვდება მაღალმთიან რეგიონებში, სასაზღვრო სოფლებში და ამ ადამიანებს ჭირდებათ ხოლმე ჩვენგან იმაზე საუბარი, რაც ხდება თბილისში და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ. რაც შეეხება ის ვახოსანაიას შემთხვევას, იგივე უნისეს შემთხვევას, იმ ორ მაგ სტანდარტებს, რომელზეც დგას ქართული ოცნება და იმ დაუსჯელობის სინდრომზე. ამ ადამიანებს უნდა უთხრათ ქართული ოცნების ძალოვანებს, ამ რეჟიმის შემოქმედებს, რომ უნდა ილოცონ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, იგივე რეპრესიული კანონებით არ გასამართლნენ და უნდა მოესწროს ამ კანონების შეცვლა, თორე თუ იგივე კანონებით გასამართლნენ, რა კანონებიც თავად მიიღეს მშვიდობიანი საზოგადოების და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, აი ამ კანონებით მოუწევთ გასამართლება. მაგრამ ეგ რამდენად სწორია? რომ ზუსტად რაღაცა იმ მიდგომით, არ ვიცი, აი რაღაცა რევანშს არ გავს ახლა ის რაც თქვენ თქვით და შურისძიებას. ამ კანონებს ხომ იმიტომ ვებრძვით უსამართლოა, იქ ხომ არ აქვს მნიშვნელობა ამ კანონით ვინაგებს პასუხს ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება, არ ვიცი, თქვენი მხარდამჭერი თუ ჩემი ნებისმიერი აპოლიტიკური ნაცნობი. აბსოლუტურად მესმის და ვიზიარებ თქვენ სულისკვეთებას, რომ უნდა გამოვიდეთ ამ წრიდან, როცა ერთმანეთის პოლიტიკური შურისძიება და პოლიტიკური ვენდეტა ქვია. სამწუხაროდ პოლიტიკურ სივრცეში და გეთანხმებით აბსოლუტურად თავისუფლების მოედნის მთავარი იდეა არის. ანუ მე არ მინდა რომ ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს ვიღაცა ოცნების ამორჩეველი Facebook-ზე სტატუსს რომ დაწერს ჩემთან დაკავშირებით, თუნდაც ორი კვირით გავუშვან ციხეში, ეს ხომ არ მინდა ამას. რა თქმა უნდა, ამაზე გეთანხმებით, თუნდაც ის რაც შევქმნით ალიანსმა მაგალითად დოკუმენტი, საარჩევნო დოკუმენტი პირობებში, იქაც არის ჩამონათვალი ერთ-ერთი რომ აუცილებელია ამ რეპრესიული კანონების გაუქმება, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ხდება პოლიტიკური ცვლილების პერიოდში, პოლიტიკური რეჟიმის ცვლილების პერიოდში, თუნდაც ხდება ხოლმე ისეთი შემთხვევა, როცა კანონმდებლობა ვერ ასწრებს სრულ დემოკრატიზაციას. იგივე მოხდა მაგალითად სასამართლო ვეტინგი არ მოხდა, როცა შეიცვალა ქართული ოცნება, მოვიდა და შესაბამისად მურუსიძის კლანი ისევ დარჩა, ხო, მურუსიძე დარჩა და დღეს ასამართლებს ამ ხალხს მურუსიძის კლანი. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებმა უნდა ილოცონ, რომ იგივე კანონებით არ გასამართლოს. თუმცა მე მგონი მურუსიძის შემთხვევა არ იყო ის, რომ ვერ მოასწრეს სასამართლო სისტემის გამოსწორება თუ გაჯანსაღება, ხო? ეს იყო ალბათ გადაბარება იმის, რასაც წარმოადგენდა სწორედ ეს ეგრეთ წოდებული სასამართლო კლანი. ნიკა, თქვენთან მექნება ბოლო კითხვა. პრინციპში თქვენ ორივე წარმოადგენთ ოპოზიციურ ალიანსს, აი თქვენც ახსენეთ, რომ ძალიან ხშირად დავდივართ რეგიონებში, მათ შორის თავისუფლების მოედანიო და აი არ ვიცი, როდესაც ხვდებით თუნდაც მოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონში, რამდენად არიან ისინი კმაყოფილი იმ დღის წესრიგით, რომელსაც თქვენ თავაზობთ, თუნდაც სხვა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რა მდგომარეობაშია ეს ადამიანები. 4-ვე რეგიონში. წარმოიდგინეთ,
როცა ხარ იმერეთში და იქ დამეწყრილ სოფელში ხედავ დანგრეულ ბუეთში სახლკარს, როცა თელავში ხარ და ხედავ დამეწყრილ და წყალწაღებულ კორუფციით პირდაპირ ნიშნავს წყალწაღებულ თელავს, სამეგრელოში როცა სასაზღვრო სოფელში ერთი აფთიაქი არ არის და აჭარაში შეიძლება იარო ისე რომ ერთი ახალგაზრდა არ შეგხვდეს და მხოლოდ ბათუმში ჩამოსულს გაგახსენდეს ეს რომ ბავშვი არ გინახავს და გათითო კაცებულ ქალაქში რაღაც ბეტონის ჯუნგლებში მხოლოდ რუსებს ხედავ, ამ ადამიანებს აწუხებთ პირველ რიგში ადგილობრივი პრობლემები. ამ ადამიანებს სურთ რომ გავაჟღეროთ ეს პრობლემები. გავაჟღეროთ არა მარტო თბილისში, არამედ ვუთხრათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ამ ადამიანებს შევთავაზოთ სივრცე, სადაც შეუძლიათ ერთმანეთს დაელაპარაკონ, სადაც შეუძლიათ აზრები გაცვალონ. სწორედ ის ენერგია, ის ბრაზი, რაზეც აქვს საუბრობთ, ხო? ამ ადამიანებში რომ არსებობს ეს რაღაც ქმედებაში უნდა გარდაიქმნას. ეს ადამიანები მოდიან ჩვენთან შეხვედრებზე, ისმენენ ჩვენ ხედვებს, გვეხმარებიან პირიქით ხედვების სრულყოფაში და ის რომ გითხრათ რომ ისინი კმაყოფილები არიან დღის წესრიგით, რასაც თუნდაც თავისუფლების მოედანი ან რომელიმე ოპოზიციური გაერთიანებას თავაზობს, იქნება თავის მოტყუება, მაგრამ ეს ადამიანები ხედავენ იმედს, რომ ვიწყებთ ამ ადამიანებთან ურთიერთობას, არა წინასაარჩევნოდ და რაღაცა შეთავაზებით, რომ აი ხმა მოგვეცი და ამ დაპირებებით და შემდეგ, არა, ამ ადამიანებს ეუბნებით, რომ ჩვენ ერთად ვქმნით, როგორც არა მარტო რაღაცა ვიწრო პარტიულ მიმართულებებს და აჯენდას, არამედ მთლიანად ქვეყნის დღის წესრიგი ერთად შევქმნათ. თქვენ პრობლემებზე კი, თუმცა აი მე მაგალითად აი ჩემთან რომ ჩამოდიხართ თუნდაც რეგიონში და გხვდებით თქვენ და აი რომ გეკითხებით, აი მოგიყევით მთელი ჩემი პრობლემები, საკუთარი თვალით ნახეთ რა პირობებში ვცხოვრობ, როგორ სოციალური გამოწვევების წინაშე და მივდივარ იქამდე, რომ აი როგორ ვცვლი ამას, ამ ყველაფერს რა არის თქვენი პასუხი? პირველ რიგში ამ ყველაფერს ვცვლით იმით, რომ ერთობლივად უნდა შევქმნათ ისეთი სამოქალაქო მოძრაობა, რომელშიც ჩართული იქნება ყველა პოლიტიკური პარტია, რომელშიც ჩართული იქნება სხვადასხვა აქტივისტები, ამ ადამიანებს გაუღვივოთ განცდა, რომ შესაძლებელია იმ რუსული ჭაობის დამარცხება და ამ ქვეყნის დასავლეთისკენ წაყვანა, რასაც ქვია ქართული ოცნება. სწორედ ამიტომ ამ იმედის მიცემით ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა უკვე რომ შექმნან თავისი სივრცეები და პლატფორმები. რამდენი ყოფილა, როდესაც ჩვენ დავბრუნდით თბილისში ორკვირიანი კამპანიის შემდეგ და ეს ადამიანები გვიკავშირდებიან, ჩვენი პარტიის წევრები ხდებიან. ამ ადამიანებს აქვთ მუდმივი კავშირი ჩვენთან. ჩვენს თემატურ ჯგუფებში მონაწილეობენ და ერთიან ხედვას ვქნით. ანუ წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც იყვნენ უიმედოები, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკურ საქმიანობაში. ანუ ეს არის იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე შეიძლება გქონდეს სურვილი, რომ დადო რეგიონებში. კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ იყავით სტუდიაში ჩვენთან სტუმრად. მადლობა